ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემები, უძველესი ხელნაწერები და საჯარო კითხვა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. ივან ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით ტრადიციული ღონისძიება უკვე მეცხრე ტარდება. დღეს ყველა მსურველს საშუალება ეძლევა შოთა რუსთაველის პოემა აუდიტორიის წინაშე წაიკითხოს. რა ხდება ამ წუთებში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ნინო გომართელი ჩაგორთვება პირდაპირ ეთერში. ნინო, გისმით. ყველას ვისაც უყვარს შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი დღეს დილიდან მოდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში და მონაწილეობას ღებულობს ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვაში. ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა რომ ამ აქციაში ჩაერთოს. აქ მოდიან ნებისმიერი ასაკის ადამიანები, მოსწავლეები, სტუდენტები, ასაკოვანი ადამიანები, ასევე ცნობილი სახეები, ვისაც რომ თავიანთი საყვარელი სტროფები ამოიკითხონ ვეფხისტყაოსნიდან და ეს ყველაფერი გააკეთონ აუდიტორიის წინაშე. ინიციატივა ეკუთვნის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ეს ტრადიცია დამკვიდრდა 2004 წლიდან აქამდე. ყოველთვის ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვა იმართებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, თუმცა ინიციატორებმა დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წელს ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვა თბილისში მომხდარიყო. პირველად ჩვენ წავიკითხეთ ვეფხისტყაოსანი, აი ეს დილიდან საღამომდე მთლიანი ტექსტი 2004 წელს, ეს იყო 17 ივნისი. აი ამის მერე ყოველ წელიწადს ვკითხულობთ ამ ვეფხისტყაოსანს, ყოველთვის 17 ივნისს ვკითხულობთ და ყოფილა შემთხვევაში წავიკითხავს თამარა შენში, ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი. ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმში იყო ეს. წავიკითხავს ბათუმში, წავიკითხავს სენაკში. რაც უფრო მეტ ადამიანს ეცოდინება ვეფხისტყაოსანი, რაც უფრო მეტი ადამიანისათვის იქნება ახლობელი ის კულტურული ტრადიცია, რომელიც აქვს საქართველოს შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის სახით, მით უფრო გაგვიადვილდება ჩვენ კარგი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ისეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც ზრუნავს ერთის მხრივ თავის ძლიერებაზე, მაგრამ ამავე დროს ის უზრუნველყოფს ჰარმონიას ქვეყანაში. წელს ამ ინიციატივამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვის პარალელურად აქ იმართება გამოფენა. გამოფენილია კერძო კოლექციებიდან მოტანილია ვეფხისტყაოსნის სხვადასხვა გამოცემები, ყველა ის გამოცემა, რომელიც სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს გამოიცა. ამის პარალელურად გამოფენილია ვეფხისტყაოსნის უნიკალური ხელნაწერების ასლები, რომელიც აქამდე ინახებოდა ხელნაწერთა ინსტიტუტში. ჩვენ გამოვფინეთ ვეფხისტყაოსნის ასე ვთქვათ გამორჩეულად მნიშვნელოვანი ხელნაწერების მულაჟები. ესენი არის ეგრეთ წოდებული ბექთაბეგისეული ნუსხა, თავაქარაშვილისეული ნუსხა, წერეთლისეული ნუსხა და ფრაგმენტები წერეთლისეული ხელნაწერის ნუსხიდან. როგორც უკვე გითხარით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ამ წუთებშიც კითხულობენ ვეფხისტყაოსანს. ყველა შეუძლია მოვიდეს და ჩაერთოს ამ აქციაში, მიიღოს მონაწილეობა და მისთვის სასურველი და საყვარელი სტროფი ამოიკითხოს. სავარაუდოდ ამას დაახლოებით სრულ ჩაკითხვას ვეფხისტყაოსნისას 10 საათი დასჭირდება. აქედან გამომდინარე ეს ღონისძიება დღეს საღამოს 8 საათამდე გასტანს. მადლობა ნინო, ეს იყო ნინო გომართელი, რომელიც პირდაპირ ეთერში საუბრობდა.